გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. საჯარო დებატების სატელევიზიო სივრცეში განახლებული ფორმატი და პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პირისპირ. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ისევ პოლიტიკური შეფასებების თემა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებზე სრული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ სადაო საკითხები დებატების ფორმატში უნდა იყოს განხილული, რადგან ეს სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ოპოზიციის ნაწილი პირობებს აყენებს, მეორე ნაწილი ინიციატივას ეთანხმება. უმრავლესობაში კი მიიჩნევენ, რომ დებატებს შეუძლია გარდამტეხი როლის შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში. სწორი ინიციატივაა, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ ჯობია გვიან ვიდრე არასდროს და მოუთმენ ველოდებით დისკუსიებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ეკონომიკური, საგარეო პოლიტიკა. იმედია, რომ მრავალფეროვანი დებატები იქნება სხვა პარტიების წარმომადგენლები და ისეთი ფორმატი ჩამოყალიბდება, სადაც შეიძლება პოზიციის კაფეოდ გასვლა, რომ ამორჩეულმა დაინახოს განსხვავებები. მაშინაც კი როცა ფორმატები ან რაღაც სხვა გარემოება არ მოგწონდა, მაინც ვიღებდით მონაწილეობას, იმიტომ რომ დებატების გარეშე წარმოუდგენელია ნორმალური პოლიტიკური პროცესი. დებატები ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა დემოკრატიული პროცესის განუყოფელი ნაწილი და ჩვენ ხედავთ, რომ საზოგადოების დაკვეთაც არის ეს ყველაფერი, მათ სურთ, რომ ასე ვთქვათ, ერთ პლატფორმაზე მოისმინონ განსხვავებული აზრები და შემდეგ უკვე გამოიტანონ დასკვნები იმ წარმოდგენილი არგუმენტებიდან გამომდინარე, რასაც წარმოვადგენთ ჩვენ ერთის მხრივ, მეორეს მხრივ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, იქ შეიძლება პოლიტიკოსები საერთოდ არ იყვნენ და კონკრეტული დარგის სპეციალისტებიც იყვნენ. და რა თქმა უნდა ეს საზოგადოებისთვის არის მხოლოდ სასარგებლო. ეხლა რაც შეეხება ვიღაცების ულტიმატუმებს, მე მგონი არ არიან მაგ მდგომარეობაში, რომ ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ, ან რა შუაშია რამე ულტიმატუმები დებატებთან. ხო, პირდაპირ თქვან, რომ ეშინიათ დებატების, ვინაიდან სათქმელი არაფერი არ აქვს. საია სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ორგანიზაციამ დამალა. კიდევ ერთი თემა, რომელიც თბილისში ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია. სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი დაუშვებლად ცნო მოსარჩელე მხარეს უარი უთხრა კიდევ ერთ მოთხოვნაზე, რომელიც დროებითი ღონისძიების სახით არჩევნების შედეგების გაუქმებას ეხებოდა. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაერთიანებულ საჩივრებს სასამართლოში საია კურირებს საქმე სტრასბურგმა პრიორიტეტი არ მიანიჭა და პროცედურა სტანდარტულად დაჩქარების გარეშე მიმდინარეობს. სასამართლოს მხრიდან უკვე მიიღებულ გადაწყვეტილებებზე ორგანიზაცია არ საუბრობს, ამტკიცებს, რომ მსგავსი მოთხოვნა მათ არ ჰქონიათ. მმართველი გუნდი კი NGO სექტორის ცრუ კამპანიაზე მიუთითებს, რომლის მიზანით საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. საიას სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ სტრასბურგ შეეჩერებინა ეს საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა ჩაუვარდათ. და არ მიიღო სტრასბურგმა ეს სარჩელი საერთოდ უარი უთხრა სწრაფად და მყისიერად ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ეხლა უბრალოდ იწყება ძირითადი საქმე და საქმის დაწყების ზეიმი უკვე ნიშნავს იმას, რომ მეტი მოლოდინი არ ექნება საიას. როდესაც შენ საზოგადოებას უმალავ იმას, რომ სტრასბურგმა უარი გითხრა სარჩელის უზრუნველყოფის მყისიერად დაკმაყოფილებაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ აფსიმედი არ აქვს, უბრალოდ გინდა რომ თავი წარმოაჩინო, როგორც ერთ-ერთმა NGO-მ, რომელიც ფინანსდებოდა წლების განმავლობაში უცხოეთიდან, რომ რაღაცას აკეთებს. ფასების შემცირება პროდუქტებზე პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა გრძელდება. ხვალიდან მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო კომისიის შეხვედრები განახლდება. მიმდინარე კვირას პრემიერი და კომისიის წევრები მწარმოებლებს და ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდებიან. ირაკლი კობახიძე უკვე ესაუბრა მსხვილი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს. მხარეები თანხმდებიან, რომ ბაზარზე ფასების დარეგულირებისთვის სივრცე არსებობს, რისთვისაც კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. მიზანი მოქალაქეებისთვის სოციალური წნეხის შემსუბუქება. მართლ გუნდში ასახელებენ თარიღსაც დაახლოებით 3 თვეში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები შემცირდება. პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ პროდუქტის ღირებულების რეგულირებისთვის სივრცე არსებობს, თუმცა ამისთვის სხვადასხვა უწყების კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. საკოორდინაციო კომისიას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, თავდაპირველად სამომხმარებლო ფასები უნდა შეესწავლა, თუმცა საკვლევის სფერო გაფართოვდა და პროდუქტებთან ერთად კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასების საკითხითაც დაინტერესდება. პარალელურად ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს.
ფასწარმოქმნის პროცესის შესწავლა ხდება ყოველმხრივ, მათ შორის ბიზნესის ჩართულობით, ასევე ხდება პირდაპირ დოკუმენტებზე დაყრდნობით ფაქტობრივი მასალებით, რაც გულისხმობს იმას, რომ სუსმა ეს მასალები გამოითხოვა ბიზნეს ოპერატორებისაგან. პირველ რიგში ეს იქნება, რა თქმა უნდა, ფასების დაწევა, პირველი ხელშესახების შედეგი ეს უნდა იყოს და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოვავლინოთ ის სისტემური დარღვევები, რომელიც ფასწარმოქმნის პროცესშია და ამ ყველაფერს მიუსადეგოთ ისეთი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც მომავალშიც დაიცავს მოსახლეობას ასეთი არასამართლიანი ფასწარმოქმნისაგან და მონოპოლისტების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაგან. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ-მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აჭარის პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს დანის გამოყენებით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. პოლიციამ თავდამსხმელი ბრალდებული სახით ცხელკვალზე დააკავა და ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღიც. დაკავებულს 16-დან 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრება. იმერეთის პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოს შეძენა შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ორი პირი სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგებალინის შემცველიაბები ნივთმტკიცება დამოიღეს. დაკავებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოს ახლა კი უკრაინა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინას, ამერიკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 1 თებერვალს გაგრძელდება. მედიის ინფორმაციით ეს შეხვედრა 23-24 იანვარს აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების რაუნდის გაგრძელება იქნება. ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, რომელიც ორდღიანი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე იყო, ამბობს, რომ პროცესი ძალიან კონსტრუქციული იყო და იგეგმა, რომ მოლაპარაკებები მომავალ კვირას აბუ-დაბიში გაგრძელდება. პრეზიდენტი ტრამპი და მთელი მისი გუნდი მოწოდებულია ამ ომში მშვიდობა დამყარდეს, წერს ვიტკოფი. მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მათ უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა დელეგაციები საკუთარი ქვეყნის ლიდერებს გააცნობენ დეტალებს და შეათანხმებენ მომდევნო ნაბიჯებს. მისივე თქმით, განისაზღვრა მომავალი შეხვედრისთვის საკითხების სიაც. აბუ-დაბიში უკრაინასა და რუსეთს შორის არა მხოლოდ ამერიკის მონაწილეობით სამმხრივი, არამედ ორმხრივი მოლაპარაკებებიც გაიმართა. ამის შესახებ სტატიას Axios აქვეყნებს გამოცემა ამ ინფორმაციას ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით გუშინ ამერიკელმა შუამავლებმა ერთობლივი შეხვედრები გამართეს რუს და უკრაინელ მომლაპარაკებლებთან, რუსული და უკრაინული მხარეები კი ერთმანეთს ამერიკელების დასწრების გარეშეც შეხვდნენ. შტატების ოფიციალური პირების განცხადებით ორდღიანი მოლაპარაკებების დროს განიხილეს ყველა საკითხი, რუსეთის ტერიტორიული მოთხოვნები დონბაში და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით და დეესკალაციის ნაბიჯები. უკრაინული მხარე კი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია ნამდვილად სურს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ომის დასრულება და მისცემს თუ არა ის თავის მომლაპარაკებლებს შეთანხმების მიღწევის უფლებამოსილებას. მოლაპარაკებების პარალელურად უკრაინაზე იერიშები ისევ გრძელდება. რუსულმა ძალებმა გვიანღამით იერიში ისკანდერ M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით, A2 დრონითა და საზენიტო მართვადი რაკეტით განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით საჰაერო ძალებმა 87 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეძლეს. საჰაერო ძალებში კი აცხადებენ, რომ რაკეტის დარტყმის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. დრონებით დარტყმა 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა. მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას CNN-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა. შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ იარაღით უახლოვდებოდა, ცეცხლით თავდაცვის მიზნით გაუხსნეს. მოკლულია 37 წლის მამაკაცი, ის ამერიკის მოქალაქე იყო, იარაღი კანონიერად ჰქონდა შეძენილი და არ იყო ნასამართლები.
მინეაპოლისში მომხდარი მკვლელობის გამო ტრამპი ქალაქის მერისა და მინესოტას გუბერნატორის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ამერიკის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურების ოფიცრებს, რომლებმაც მინეაპოლისში მამაკაცი მოკლეს. მან მკაცრად გააკრიტიკა შტატის გუბერნატორი და ქალაქის მერი და ისინი აჯანყების წაქესებასა და ფედერალური აგენტების მუშაობისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა. სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტმა გააზიარა პისტოლეტის ფოტო, რომელიც ფედერალური ოფიციალური პირების თქმით ეჭვმიტანილს ჰქონდა. ტრამპი აცხადებს, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებს საშუალება არ ეძლებათ თავიანთი საქმე აკეთონ. ეს მსროლელის იარაღის სრულ მზადყოფნაში გამოსაყენებლად. სად იყო ადგილობრივი პოლიცია, რატომ არ მისცეს ოფიცრებს დაცვის უფლება? მერმა და გუბერნატორმა გააუქმეს ისინი ამ პოლიციელთაგან ბევრს არ მიეცა თავისი სამუშაო შესრულების უფლება. ICE-ს მოუწია საკუთარი თავის დაცვა. ეს ადვილი საქმე არ არის. მერი და გუბერნატორი აჯანყებას აქეზებენ. ამის ნაცვლად ამ ფარისეველმა პოლიტიკურმა სულელებმა უნდა ეძებონ მილიარდობით დოლარი, რომელიც მინესოტის და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხს მოპარეს, წერს დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შტატებმა ვენესუელის ავტორიტარი ლიდერის ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის დროს ახალი საიდუმლო იარაღი გამოიყენა. 47 პრეზიდენტმა ნიუ-იორკ პოსტთან ინტერვიუში საიდუმლო იარაღს დისკომბობულატორი უწოდა. ტრამპმა თქვა, რომ საიდუმლო იარაღმა მადუროს დაცვის აღჭურვილობა დააზიანა, როდესაც ამერიკული ვერტმფრენები 3 იანვარს კარაკაში ვენესუელის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის დასაკავებლად ჩაფრინდნენ. მედია წერს, რომ ტრამპი სავარაუდოდ იმ მოწყობილობას გულისხმობს, რომელსაც სხვა სისტემების დაბნევა ან წყობიდან გამოყვანა შეუძლია. ისევ საქართველოს სამბები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქართული კერძო სექტორისთვის ნიუ-იორკში B2B შეხვედრები გამართა. პრეზენტაცია 50-ზე მეტი ამერიკული ტურისტული კომპანიისთვის შედგა. ამერიკელ კოლეგებს ქართველი ტუროპერატორები და სასტუმროების წარმომადგენლები შეხვდნენ. მთავარი თემა თანამშრომლობა და ერთობლივი ტურისტული შეთავაზებების მომზადება იყო. საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ქალაქ ნიუ-იორკში გავმართეთ ღონისძიება, სადაც მოწვეული ყავდა 50-ზე მეტი ადგილობრივი ტურისტული კომპანია, ასევე იყვნენ წარმოდგენილი საქართველოსთან კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ საშუალება მიეცათ საქმიანი ურთიერთობა და კავშირი დაემყარებინათ ამერიკულ კომპანიებთან, ასევე ჩავატარეთ ქვეყნის პრეზენტაცია. ეს შეხვედრა დიდ გავლენას მოახდენს და ამერიკის ტურისტულ ბაზარზე გაუმჯობესებს საქართველოს პოზიციებს. პრეზენტაციითა და შეხვედრებით ყველა კმაყოფილია. უგემრიელესი ქართული სამზარეულო საუკეთესოდ აღწერს ქართულ კულტურას. ვფიქრობ, ამერიკელი მოგზაურები საქართველოთი დაინტერესდებიან. ამ შეხვედრაზე ამერიკულმა კომპანიებმა საქართველოს შესახებ ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს. საქართველო ნამდვილად გამორჩეული ქვეყანაა ევროპაში. ბევრი მოგზაურობს საფრანგეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, მაგრამ ვფიქრობ, ხალხი უკვე იწყებს ისეთი მიმართულებების მოძიებას, რომლებიც უფრო აუთენტურია, ბუნებრივია და მოგზაურობის შემდეგ დიდ შტაბ-ეჭდილებებს მიიღებენ. დღეს აღმოვაჩინე, რომ საქართველოში მოგზაურობით ძალიან მდიდარი გამოცდილება შეიძლება მიიღოთ. ეს ყველაფერი 8 საათიანი საავტომობილო მოგზაურობით ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორემდე. საქართველოში პირველად 1971 წელს ვიყავი. ამის შემდეგ ორჯერ ვიმოგზაურე და აღტაცებული დავრჩი თქვენი ქვეყნის სილამაზით. დავათვალიერე შავი ზღვის სანაპიროები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ჯგუფური ტურით კავკასიის ქვეყნებში ვიმოგზაურე და მინდა გითხრათ, რომ საქართველო გამორჩეულია ულამაზესი ბუნებით, კერძებით და სანახაობით. ბათუმში ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო. ეს იქნება კომპლექსი, რომელიც 2 ბლოკს და დამხმარე 8 შენობას გააერთიანებს. 27,000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება 180 ვოლიერი წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემებით. მოეწყობა შიდა ეზო, სადაც ძაღლებს გაასეირნებენ. მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 9 მილიონამდეა.
გათვალისწინებულია პროექტით 27000 კვადრატული მეტრი ტერიტორიაზე ორი იდენტური ბლოკის მოწყობა, რომელსაც სათების ფორმა ექნება. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი, ვოლიერები უზრუნველყოფილი იქნება როგორც წყალმომარაგების, ასევე სადრენაჟის სისტემებით. კომპლექსში გათვალისწინებულია შიდა ტერიტორიაზე ძაღლთა სასეირნო ეზოს მოწყობა, ასევე კომპლექსში გათვალისწინებულია 8 დამოუკიდებელი დამხმარე ნაგებობის მოწყობა, სადაც განთავსდება სხვადასხვა დანიშნულების, მათ შორის ვეტერინარული გრუმინგის, საკარანტინო, სამზარეულო და ადმინისტრაციული შენობები. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 3-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანი ჩვენს ვებგვერდზე. Rusavi 2.gt დროებით.